აბა სალამი ყველას დილომშვიდობისა. როგორც უკვე მივხვდით, ლისის ტბაზე ვარ. დილის საათებია და ვაპირებ ვითევზავო ადგილობრივ მტაცებელს, ანუ ქორჭილაზე. მათვია ვეიდერსები. გამოიყურება, ეს იმის ნიშანია, რომ უნდა შევიდე წყალში. აი ესეთი კორიდორი გვაქვს, ასე ვთქვათ. როგორც ჩანს, ძალიან ბევრი ბამბუკი და კამიში ყრია. აი, იმ წერტილში ძალიან ბევრია. სიმართლე გითხრათ, მე აქ ვიყავი ერთი კვირის წინ, დავიჭირე კიდევაც კაი ზომის ქორჭილა. ეხლა ჩავსვავ კადრებს, მაგრამ პრობლემა იყო მაგისი გამოყვანა. როგორც წეგან აღვნიშნე, აი იქ არის ბევრი კამიშები და იქ წამოვედო, მე ბევრი სატყუ არა დავკარგე, მოკლედ ძალიან სირთულეები მომიტანა რა. ამიტომ საიდან ამოვიყვანე. საიდან ამოვიყვანე. არა, კაი ზომა. არა, საიდან ამოვიყვანე. შვენიერი ზომა. ქორჭილა. წადი ბრატ. ამოსაყვანი რთული ის არის. ტერიტორია სულ კამიშები ყრია, ხო ნახეთ. შიგაება, დიდი თევზი თუ დამიჯდება, რაღაც მე ეჭვება რომ გამოვიყვანა. ამიტომ მოვიტანე ესეთი რაღაცა, რაღაც ღუზას წარმოადგენს, ჩემი გაკეთებულია. ეხლა ამას გავშლი და მიზანი მაქვს, ანუ ვაპირებ იქით გავისროლო და აი ესე გამოვქაჩო და გავასუფთავო აი ეს კორიდორი, ასე ვთქვათ. და რავი, კაი საქმეს გავაკეთებ რა. ვინც გამოხვალთ და დაინახავ გასუფთავებული თუ დახვდება, ვიცით ვინც გააკეთა. ეხლა ჩავსავ იმ ვიდეოს, რა ქორჭილას დავიჭირე და მერე დავიწყებ გასუფთავებას. გავშალე. ეხლა ერთ დაბოლოებას მოვკიდებ, რავი არ გამექცეს გასროლისას. შეხელზე გავიკეთებ, აი ეს თან მაქვს გაკეთებული. ესე ავკრიფოთ. კაი გრძელი გავაკეთე, 1-20 მეტრა მაინც იქნება. არც ისე ახლოს არის ეგ წერტილი, არ ვიცი, იქ უნდა კარგად გავაქნიო, წყალში შემოვალ თავისთავად. ოპ, ეგრევე სიღრმე, ოპა. ეგრევე 9 მეტრა ჩავედი მეტი თუ არა. 1 აი 3. ოკეი. ცოტა დამაკლდა სიგრძე, მაგრამ არ აღშავს. კი მომაქვს რაღაცა. რამდენი მოვათრიე, პროსტა შეხედეთ. რამდენი წამოვიდე. აჰა, პირველი ნაპირი გავასუფთავე. პირველი ზოლი ასე ვთქვათ. აუ, რა ცუდი სუნი, გოგირდი სუნი რა. აუ, რა ყარს ეს კამიში. აბა, შემდეგი. აუ, კაია. შუამდე მივედი. აბა. გამოკაჩე. ოპა, მომაქვს. ნელა მომაქვს. რამდენი წამოვათრიე. ბიჭება, შრომას ხო დამიფასებთ. შემოხვალთ და უკვე კარგად ითევზავებთ. რამდენი წამოვათრიე. მოვჩი.
გავასვთავე. ზახსნილია ბიჭებო. შეგიძლიათ მობრძანდეთ. ნუ ვეიდერსებით სასურველია შეხვალთ და აი ეს თავარი რო იყო, აი ეს ფენა სუაქით გადმოვწია, გეყრია. კი, ესეც გამეჭედა. სანამ ვათრევდი აგე დაიღუნა, მაგრამ არა უშავს ეს ხელით გასწორდება ჩვეულებრივად. რავი, გამომადგა რა, 3 დღის წინ გავაკეთე მეთქი, ამისთვის გავაკეთე. წამოვიღებ, გავასუფთავებ რა. ერთი კაი საქმე გაკეთებულია. სულ ვარ დავიჭირო თევზი, მიხარია რომ ეგ გავაკეთე. მერეც შეიძლება მოსვლა და თევზი ავა. აი, აბა ეხლა აღჭურვილობა გამომზადოთ, შევიდე წყალში და დავიწყოთ. სანამ დილის საათებია და აქტიური კლევია. კარგად კი ვიწვალე რა. აი, შემოვედი წყალში. სადაც ესე ვარ. შეიძლება პრინციპში ცოტა შესვლა. ეხლა თამამად უკვე ვითევზავებ რა. ეს ხსნილია, იმიტომ რომ წინაზე აქ სუმედებოდა. კადრშიც ნახეთ. ეს ქორჭილა როგორ დავიჭირე და როგორ გამოვიყვანე საწყალი. ვათრე ამ კამიშებზე. ასე რომ ეხლა უკვე თამამად ვითევზავებ. ცოტა კი დავიღალე. სანამ ვასუფთავებდი, მაგრამ რას იზო. საქმე შრომის გარეშე არ კეთდება. так. პირველი გასროლა ცოტა ახლო დისტანციაში. მე გავზდი წონებს, ახლა 7 გრამით ვიწყებ. წონას გავზდი 10 გრამამდე ავალ და ეგრე ვითევზავებ. ნახოთ აბა თევზის დილის აქტივობას დავესწრები. თუ ჩემი ამ გასუფთავებით ხო არ შევაშინე, ხო არ გავიყვანე წერტილიდან. რავი, კაი ნახევარი საათია ვასუფთავებ. ჯერჯერობით სიჩუმეა. ისე რაღაც დიდი თევზი კი დადის რა კამიშებში. ტალღებიცაა და ნუ ამური იქნება რა. ამ დროს აქტიურია, ტყუილად კი არ არის ამდენი ხალხი. ლისიზე. მაგრამ საქმე იმაშია, რომ იჭერენ უშვებენ უკან, რაღაც მეეჭვება. მედის სატყუარების ცვლა, ჯერჯერობით ერთი ჩარტყმაც კი არ იყო. კამიშების იქით ჩავაგდე, თუ დავსვი შანსი არ არის ამოყვანეს. მაგრამ მაინც ვსვდი. ოპა, არის. ეხლა შენ არ გამექცე, კამიშებში არ შეხვიდე. დიახ. ოპ. არა. ნელა. ეხლა აქეთ ნელა. ჩოგამბატი მყავს. მაქვს. რა კარგი თავია. რას ლაპარაკობ. საიდან გამოგიყვანე. აუ, სად გაიჭედე. დიდ. კაი თავია და კარგად აქ აღებული. რავი, დაღლილი ჩანს, ნახე სად შეძრა. ამის გაქცევა არ შეიძლება. არა. შენო.
რას ლაპარაკობ? გამოგიყვანე თუ არა? აი, კაი ზომა. არა, კარგად გქონდა აღებული. გაქცევის შანსი არ ქონდა ნახე. სად დაგვრჩები? აი, ეს არის ფლაგმანის ხიტომი ქვია თუ რაღაცა. ბარემ გაჩვენებთ. შორს ვარ წავიდე. ხიტომი სამდვიმიანი. ფლაგმან მუშაობს. აი სამდენი ჩავწყვიტე წინა იმაზე, გასვლაზე და 3 წელი დავჭა. არის. რავი, გავზომოთ. არ იქნება ჩემი რეკორდი, მაგრამ რავი, გავზომოთ რა. რა ზომა. ეგრევე კამიშებში რა წავიდე სოფელი. ოკეი. რაო, ცუგა. ნახე თევზი, არა, სულ არ აინტერესებს ჩემი თევზი. აბა, ნახოთ რა მხელა ხარ. არა, რეკორდი არ არის, მაგრამ 40-იანი რა. ბატონო. 40-იანი ქეჩო. შვენიერია, სურათიც გადავიღოთ პარემ. აბა ფოტოსესია მოვუწყეთ და დროა გავუშვათ ჯიგარი. აუ, გორმასი ამოვნე, შენ ხო გონს არა ხარ. აი ზომა. ლისის ბინადარი. არის დინოზავრივით. წავიდა. კარგია. ვაგზელებთ. ისევ იმ ადგილზე ჩავაგდე, სადაც დავსვიწეღან. ნახოთ რა სიზავს. კირთული ადგილია წეღან, მაგრად მაწვალა. ესე წავიდა კამიშებისკენ. ამ დროს ფორსირება საჭირო არ უნდა დაიბნე და სულ უნდა აკონტროლო თევზი. თუ შევარდა იქით კამიშებში სადმე ქვემოთ, შანსი გაქვს 0 თითქმის. შესაბამისად აღჭურვილობაც ჭირდება. რა იყო? შესაბამისი აღჭურვილობა გჭირდება. აუ, დამირტყა ისევ, მიდი. ბიჭო, მანდ არის თევზი. მიდი. რატო გაეშვა? წავალო და გაუშვა. ესეც ასე დავამთავროთ დღევანდელი თევზაობა. მე ვიტყვი რომ თევზაობა შედგა აი ესეთ ველურ და რთულ პირობებში. რომც არ დამეჭირა თევზი, მაინც გამიხარდებოდა დღევანდელი დღე, რადგან მოვედი ვიშრომე, რაღაც შედეგი დავდე. გავასუფთავე ეს ადგილი, რომ სხვებმაც მოვიდნენ, ისე ამოვნონ, ვისაც საშუალება ექნებათ. ვინც დაიჭერთ, დიდი თხოვნა იქნება, რომ უკან გაუშვათ ეგ თევზი. ერთი ნორმალური სპორტული ადგილია თბილისთან ახლოს, თბილისში, სადაც სპორტსმენებს შეგვეძლება მოსვლა და ჩვენ ჭიის გახარება რო ვიტყოდი. ესეთი თევზაობა გამოვიდა, დავიჭირე შვენერი ზომის ქორჭილა, კარგად იბრძოლა, ადრენალინი მქონდა ძალიან მაღალ დონეზე, აი გამოყვანის დროს, როცა
არ იცი იძაბები გამოიყვან არ გამოიყვან მაინც რთულია კამიშებში გადის თევზი ამისთვის საჭიროა წესი და სათანადო აღჭურვილობა გრძელი ჯოხი კარგი სადავეები და დიდი გრამაჟობა 10 გრამით თევზავდი მე რავი თუ მოგეწონათ ჩემი დღევანდელი შრომა ეს ლამაზი კადრები და ზოგადად ის სპორტი რითაც ვარ დაკავებული მადლობელი ვიქნები თუ დარჩებით ჩემ მარხზე გააგრძელებთ ჩემს ყურებას ვისაც არ აქვს გამოწერილი არხი გამოიწერეთ და დიდი მადლობელი ვიქნები აი ამ მაგარი კორიდორით ალექსას კორიდორს დავუძახებ რა რადგან ჩემი გასუფთავებულია ამ ლამაზი ხედიდან გემშვიდობებით და შეხვდებით მომდევნო თევზაობაზე დროებით